ამერიკის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. ახალი მოწვევის კონგრესმა კი მუშაობა უკვე დაიწყო და საქართველოზე ორი მნიშვნელოვანი კანონპროექტის ინიცირებაც მოასწრო. ერთი განახლებული მეგობარი აქტია, მეორე კი ქართული კოშმარის არაღიარების აქტი. ორივეს ორპარტიული მხარდაჭერა აქვს, ანუ მისი ინიციატორები კონგრესმენები არიან როგორც რესპუბლიკური, ისე დემოკრატიული პარტიიდან. ამერიკის ხმა კანონპროექტების თანაავტორებს ესაუბრა და აქ თავაზობთ მათთან ინტერვიუებს. სტუდიაში კი მარიამ უგრეხელიძე გვერდდება, ის ამ კვირაში ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარეს ჯო ვილსონს ესაუბრა. მარიამ, გითხარი, როგორ განმარტავს კონგრესმენი იმას, თუ რა მიზანი აქვს და რა მექანიზმებს გულისხმობს, როგორც მეგობარი აქტი, ისე არაღიარების აქტი. ეკა, როგორც ჩვენ ახსენე, ჩვენ საქართველოს შესახებ ორი აქტის ავტორს ჯო ვილსონს ვესაუბრეთ. სულ ცოტა ხნის წინ მან და დემოკრატმა სტივ კოენმა მეგობარი აქტის შემდეგ ახლა უკვე ქართული კოშმარის არაღიარების აქტი წარადგინეს. აქტს ორ მხარდაჭერა აქვს, როგორც ჩვენ ახსენე, და ის გულისხმობს ამერიკის მიერ საქართველოს მთავრობის, პარლამენტისა და პრეზიდენტის არალეგიტიმურად გამოცხადებას. ამ აქტის მიხედვით საქართველოს პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილს აღიარებენ და ეს გაგრძელდება იქამდე, ვიდრე როგორც აქტშია ნათქვამი, ქვეყანაში არ ჩატარდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. საინტერესო მომენტია ისიც, რომ კონგრესმენები ჯო ვილსონი და სტივ კოენი ამ აქტს ასადის რეჟიმის არაღიარების აქტის მაგალითზე წარადგენენ. ამერიკის ხმასთან საუბარში რესპუბლიკელი კონგრესმენი ამბობს, რომ ამერიკას ბევრი მაგალითი აქვს, როდესაც არაღიარების პოლიტიკამ გაამართლა. 330 votes, non-recognition of the Assad dictatorship in Damascus. დამასკოში ასადის არაღიარების აქტს კონგრესმა 330 ხმით დაუჭირა მხარი. ეს სერიოზული გზავნილი უნდა იყოს ქართული ოცნებისთვის. ამ აქტზე მე და სტივ კოენი, რომელიც დემოკრატია, მე კი რესპუბლიკელი, ერთად მუშაობთ. დამასკოში ასადის დიქტატურა დასრულებულია. ის მოსკოვში გაიქცა, სადაც მისი ადგილია. ეს ომის კრიმინალ პუტინის კიდევ ერთი მცდელობაა, რომ თავიდან შექმნას საბჭოთა კავშირი. ასე რომ ისევ და ისევ გზავნილი ნათელია. ისტორიულად შეერთებულმა შტატებმა არაღიარების გზით დადებითი გავლენა მოახდინა ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის საბოლოო გათავისუფლებაზე. ახლა კი სირიელი ხალხის თავისუფლებაზე. ეს არაღიარების აქტის წარდგენა არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც იქნება ორპარტიული. ნამდვილად მოუთმენლად ველი ჩემს კოლეგებთან ერთად მუშაობას, რათა საქართველოს მოსახლეობას გავაგებინოთ, რომ ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების მოთხოვნაში და არ უნდა მოხდეს მთავრობის აღიარება იქამდე, სანამ ეს მოთხოვნა არ შესრულდება. გარდა ქართული კოშმარის არაღიარების აქტისა, მეგობარი აქტი წელს განახლებულ კონგრესში ჯო ვილსონმა თავიდან წარადგინა და ის უფრო გამკაცრებულია. თუ აქამდე ის სანქციებს მხოლოდ ქართული ოცნების მაღალჩინოსნებისთვის ითვალისწინებდა, ახლა ამ აქტით სანქციები საქართველოს მმართველი პარტიის ყველა წევრსა და მათი ოჯახის წევრებსაც შეეხება. რესპუბლიკელი კონგრესმენი ამბობს, რომ აქტის გამკაცრება საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების და საარჩევნო დარღვევების გამო გადაწყვიტეს. We've seen the development of the oligarch. ჩვენ ვნახეთ ოლიგარქის განვითარება, რომელსაც ავადმყოფური გავლენა აქვს და არ ღვევს და ხელს უშლის სამართლიან და თავისუფალ არჩევნებს. ამის მოგვარება ნამდვილად აუცილებელია. ძალიან მადლობელი ვარ რიჩარდ ჰადსონის, რესპუბლიკელი კონგრესმენის სამხრეთ კაროლინადან, ჩვენი ერთ-ერთი თავმჯდომარის სტივ კოენის, ასევე მარკ ვისის, დემოკრატის სენატორი ტეხასიდან. კიდევ განმეორდები და ვიტყვი, რომ ამაზეც არსებობს ორპარტიული მხარდაჭერა. მეგობარი აქტი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი მანიშნებელი ქართული ხალხისთვის იმისა, რომ მხარს უჭერთ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს. მხარს უჭერთ იმას, რომ დემოკრატიული საქართველო ევროკავშირის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდეს. გარდა ამერიკის კონგრესისა, ჩვენ ვიხილეთ არაერთი ევროპული ქვეყნის პარლამენტის მაღალი რანგის წარმომადგენლის ხელმოწერაც იმ წერილზე, რომელიც მოუწოდებს დემოკრატიულ მთავრობებს ასევე არჩევნების ოფიციალური შედეგების და შესაბამისად ხელისუფლების არაღიარებისკენ. გითხარი, რა არგუმენტები აქვთ მათაც და რას პასუხობს მათ ქართული ოცნება? წერილი, რომელზეც შენ საუბრობ, კონგრესმენმა ვილსონმა გაავრცელა და მას ხელს 40-ზე მეტი პოლიტიკოსი თუ ყოფილი დიპლომატი აწერს, როგორც ამერიკიდან, ისე ევროპის რამდენიმე ქვეყნიდან. ჯო ვილსონი გვეუბნება, რომ მნიშვნელოვანია ქართული ოცნების მთავრობის არაღიარება საერთაშორისო მასშტაბის იყოს, რაც შეეხება თავად საქართველოს მთავრობას. ისინი ამტკიცებენ, რომ ქვეყანას დასავლური კურსიდან არ გადაუხვევია, რომ ისინი დღესვე მზად არიან ევროკავშირთან მოლაპარაკებებისთვის. ცოტა ხნის წინ გავრცელებულ წერილში კი კვლავ საუბრობენ ეგრეთ წოდებულ deep state-ზე, ჩრდილოვან სახელმწიფოზე, გლობალური ომის პარტიაზე და დასავლეთის მიერ საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობაზე. თავად ჯო ვილსონს დეგრადირებულ პოლიტიკოსს უწოდებენ, რომელიც მათი თქმით საქართველოს მთავრობას ემუქრება. კონგრესმენი ვილსონი ყველა ბრალდებას, მათ შორის იმასაც, თითქოს მას საქართველოსთან დაკავშირებული საქმიანობისთვის ფულს უხდიან უარყოფს და ამბობს, რომ თუ საჭირო იქნება, მზადაა საკუთარი ფინანსური დოკუმენტებიც კი გამოაქვეყნოს.